მოდი შენ საცრამე და მიყვეთ ემოციებს სასმელიდან გამოწვეულს. როგორ მიყურებთ? დამაბრეველი იყო ჩემი შემოთავაზება. კაი, მაშინ მეკითხეთ. ეს იგი, ღვინოსთან მიმართებაში შემდეგი დამოკიდებულება არსებობს, რომ ღვინო ადამიანს უფრო ემოციურს ხდისო. და პრინციპში ასია, ხან ლექსის კითხვა გინდება, ხან რაღაცა გემხერება, ხან რაღაც გული გიჩუხდება, სიყვარულში უტყდები ადამიანს, რაღაცა ნამდვილად ასე გამოდის. რასაც ამბობენ, დაუშვათ არაყის შემთხვევაზე, ან ვისკის შემთხვევაზე არის ის, რომ უფრო აგრესიულს ხდისო ადამიანს ესეთი სასმელიო. ხო, იმდენად სოციალური არ არის, ხო, როგორც ღვინო. აი, ტეკილაზე ამბობენ, ბოთლში გამომწვეული ეშმაკიაო. არის. იგი პრინციპში აქამდე ჯერ არ ყოფილა, არანაირი კვლევა, რა ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის ალკოჰოლი ადამიანზე, ვიდრე დღევანდელ დღემდე. ჩვენ გვაქვს უკვე ამ კვლევის შედეგები, თუმცა სანამ კვლევაზე გადავიდოდეთ და გავეცნობოდეთ, რა სასმელია, რას უნდა ველოდოთ ადამიანები, მანამდე ყავს სტუმარი, რომელსაც შემოვიწევ და მასთან ერთად შევუყვეთ ამ საუბარს. სტუმარი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი პროფესიიდან ვიცნობ მე თავად მას, თუმცა ამ ბოლო დროს ყველასთვის ის ინფლუენსერად წარმოვადგინოთ და კიდევ ახალი მიმართულების ინტერესი გაუჩნდა ძალიან საინტერესო. ბარ ვუმენია. მოკლედ ინფლუენსერი, ბარ ვუმენი და მოდელი რომ იყო და არის და იქნება, ეს უბრალოდ მის გარეგნობას ყოველთვის ეტყობა ხოლმე. ნათია შელეკი არის დღეს ნამდვილი ექიმების სტუმარი. გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გვთავაზობთ, რომელიც ასევე არის ბრომატის გარეშე. აბა მიირთვი ნათია დავაგემოვნოთ. ჩვენიერი გემოაქვს. რას ფიქრობ ახლა ალკოჰოლურ სასმელებს და რამდენად ხშირად აგემოვნებ? საერთოდ ძალიან მიყვარს ალკოჰოლური სასმელი. ხა ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ და ძალიან მაინტერესებდა, იცი ხო, ხანდახან ღვინოს სვამ, აი რაღაცა ვერ გაიგებ, რაღაცა გემოდაყვება ან არომატი აქვს ისეთი. ან კოქტეილს სვამ და ნუ რაღაცა ვერ არის რა, კარგი, ვერ არის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა ეს ყველაფერი. გავიარე ღვინის დეგუსტატორიც გავხდი, ბართენდერის კურსიც გავიარე. და აი ხა უკვე ვიცი რა სვამ, მე თვითონაც შემიძლია მოვამზადო და ამიტომ რა ვიცი, ძალიან მიყვარს ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი რელაქსია. რა ვიცი, ისედაც ხა ცუდ ხასიათს არ ვუჩივი, მაგრამ კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მაყენებ. ოჯახნათია, ზუსტად ამიტომაც მოხვდი დღეს ნამდვილ ექიმებში, რომ ასეთი ახალი გზა აირჩიე და დაინტერესდე, შეისწავლე და ახლა თუ დააკვირდი რა ზემოქმედება აქვს, შენ თქვი რომ კოქტეილსაც იღებ, ანუ სხვადასხვა სასმელი, იცი რა განწყობას გაძლევს, ან რა გვერდით ეფექტს, ასე ვთქვათ, შენ გაგვიზიარე. მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს შევეხოთ, მოდი. ძირითადი მაღალ ალკოჰოლური სასმელი სპირტზე მზადდება, ვიცით და ეს სპირტი დისტილაციის სახით მიიღება და მე ეს მასწავლეს გამოხდის სახით. და ანუ როცა ამ სპირტს ამზადებენ, ეხლა რა ხდება? უნდა მოიხმარონ შუა ნაწილი 50% და 25 თავი და 25 კუდი, სადაც მავნე ნივთიერებები იყრის თავს ამ გამოხდის პროცესში, უნდა გადაიღვაროს. მაგრამ ნუ ეს ხა ადამიანებზეა დამოკიდებული, ხო? ხა ვინც აწარმოებს, იმას უნდა ბევრი სასმელი ალბათ გაყიდოს, ფული იშოვოს, ამიტომ არ ღვრიან ამ თავს და კუდს. ურევენ ერთმანეთში და აი ესეთი დაბალი ხარისხის სპირტზე ნაწარმოების სასმელია, რომელიც გვაძლევს გვერდით მოვლენებს, თორე კარგი ალკოჰოლური სასმელი და კარგი ღვინო, რა ვიცი, არ არსებობს, რომ ცუდად გაგხადოს და რამე გვერდით გავიწვი. ანუ საზიანო არ არის არც ერთი. არა, ნამდვილად არ არის საზიანო კი არა, ერთსაც გეტყვით. ჯინი, ახლა ყველამ ვიცით, ხო? ჯინი მე-16 საუკუნეში ჯინი იხმარებოდა, ესეც ვისწავლე, თირკმელები სამკურნალო წამალს ამზადებდნენ მისგან. იტალიური ლიქიორები, ეს აპერიტივოს ლიქიორებს, რასაც უწოდებენ კამპარი და აპეროლი, მაგასაც სვამენ საჭმლის წინ, რადგან საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კარგად მოქმედებს. თქვენ როგორ მელები ბრძანდებით? ხო, აბა ძალიან საინტერესოა. კარგი ფერმენტირებული იმით, ხო? ალკოჰოლ დეჰიდროგენაზის ნაკლოვანებას არ უჩივით. ნათია, ზომიერება რამდენია შენთვის? ნუ ჩვენთვის ახლა თქვათ ამ ჭიქაზე მეტ კოქტეილს ვერ დავლევ საღამოს. 2-3 ჭიქა აბსოლუტურად და მაინც ერთ სახეობას მივანიჭებ უპირატესობას, ხო? კარგით, მოდით ახლა მე ესეთ გავრცელებულ მოსაზრებებს წავიკითხავ, რომლის უმეტესობას მე თვითონ მეთანხმებით და მაინტერესებს თქვენ რას გვეტყვით და რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ კონკრეტულთან. მოკლედ წავედით. და მართლაც ასია, მაგრამ არ ვიცი ასია თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტეკილა ყველაზე მეტად ათრობს. არა, ვერ დაგეთანხმებ. არა? ყველაფერი ათრობს. ძალსა, მე მოდი თავისი, არა? მაღალ ალკოჰოლური სასმელი თავისთავად მალე ათრობს, თუმცა ეხლა როგორც წესი, ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით არ ვსვამთ, ხო? შესაბამისად, ჭიქებიც პატარა არის, რომ წარმოვიდგინოთ, ღვინო იქნება თუ ლუდი იქნება, ყველა მათში არის ეთანოლი.
ეს არის სპირტი არის. ანუ იმ სპირტის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და არა იმას. ხო, თქვათ ერთი და იგივე ჭიქებით რომ დავლიოთ, ვიღაცა ღვინო დალიოს, ვიღაცა ლუდი დალიოს და ვიღაცა ტეკილა დალიოს, ვიღაცა ტეკილა გაათრობა, რა თქმა უნდა. მაშინ კონცენტრაცია უფრო მეტია, ამიტომაც ისმება ეს პატარა ჭიქი და შესაბამისად დოზას აქვს მნიშვნელობა, ანუ რამდენს მივიღებთ და 3 მაქსიმუმ. ჰოპ და წავიდა მე რეცეკვა, რა? ანუ 350 მილიგრამი უკვე არ არის ცოტა? არა, იქვე კი არა. ანუ დალია, იცეკვა, დახარჯა ის რაღაც ცოტა ხო გამოვიდა. მერე დაამატა. მერე დაამატა მეორე. მესამე და წავიდა მე სახში. უბრალოდ აი რა ავიღოთ ეს 3 ჭიქა, ანუ 340 მილიგრამ ლუჩი, 140 მილიგრამ ღვინოში და 40 მილიგრამ ტეკილაში, ანუ ეთანოლის რაოდენობა არის ერთი და იგივე. აი რომ ავნაწილდეთ ახლა და მე ტეკილა დავლიო, გიორგი ლუდი და თქვენ ღვინო, ერთნაირად დავთვრებით. კი. მაგრამ მე სანამ დაგელოდებით მე ტეკილის სმელის, თქვენ რო ლუდს დაამთავრებთ და თქვენ ღვინოს გადავჭარა ცეკვის სულბილმა და რა. ეგ არის. ანუ ვერ დავეციეთ. ეს სწრაფად მოახდენი. მაგაში გეთა. კარგი, ამაში მართალი აღმოჩნდა და გამიხარდა, იმიტომ რომ ამ ბოლოს ამ სწრაფ არჩევას ვაკეთებ ხოლმე ყველაზე ისეთი. კარგი, კიდე ერთი მოსაზრება არის და ამასაც რაღაცნაირად ვეთანხმები მე, რომ ზოგ სასმელს ნაბახუსები არ აქვს, ანუ არ იცის ზოგმა სასმელმა ნათია, კარგმა სასმელმა არ იცის. რა თქმა უნდა, არც ერთმა ხარისხიანმა სასმელმა თუ ეხა ძალიან ბევრი არ დალია, არ იცის ნაბახუსები. აი, ხარისხიანმა რაც ამ შუაულო ფამ რაც თქვი? რა თქმა უნდა, ხარისხიანი სპირტი და ღვინოც უნდა იყოს კარგი. რა თქმა უნდა, არ უნდა კონდეს დაავადება, არ უნდა კონდეს ზუფროლავი თუ გოგირდი ბევრი, იმიტომ რომ ზოგი უშვება მწარმოებელი, რომ შეინახოს ეს ღვინო კარგად გოგირდს. ეს გოგირდს მე აერაცია უნდა პირდაპირ თუ დალია, მე თავი გედგინება. გედგინება. თავს რომ ერწევ დილას ის რა არის, გოგირდიც და რაოდენობას და გოგირდი. რაოდენობაც და გოგირდი. თუ აი ცოტა დალია, მართლა 2-3 ჭიქა დალია ღვინო და დილით თავი და ის უკვე ხარისხზე. რა თქმა უნდა. თუმცა აი ერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ აი მუქი ფერის სასმელს მაგალითად როგორც არის ვისკი, ხო, ანუ რომელიც ანუ დროში ფერმენტაციას განიცდის, ანუ ეთანოლის გარდა კიდე ემატება კასრიდან. რა თქმა უნდა, მაგით სიძველით და ფასით და ხარისხით. კიდე დამატებითი ეს ნივთიერებები, მათ უფრო მძიმე ნაბახუსები აქვს. ხო, ეს იმას ამნიშნავს, რომ ხო, რო გამჭვირვალე სასმელი მაგალითად არყით ან ნაბახუსები არ გექნება, ანუ ყველაფერი რაოდენობაზე არის დამოკიდებული, მაგრამ თუმცა ერთ და იგივე რაოდენობა თუ ავიღეთ, ხო? აი ეს ფერადი, ესე ვთქვათ, დაძველებული ისე, მაგრამ კონიაკი ან ვისკი, ის უფრო მძიმე მოსანელებელი არის თქვენ ჩვენი ორგანიზმისთვის. არეგონის ჩვენს მაყურებელს რო რაღაცა რეკლამას უწევდა დალიეთ და რაღაცა, მაგრამ ნებისმიერ ალკოჰოლის სასმელი აუარესებს ძილს, იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, რაც მოქმედებს ასევე ამიტომ წყალი უნდა დავაყოლოთ, ხო, როცა ვსვამთ, კი, ალბათ. აუარესებს ნივთიერებათა ცვლას ჩვენს ორგანიზმში და ნაბახუსები, აი როდესაც დგება, ეს ძირითადად არის ღვიძლის სიჯასაღეზე და ხო, დამოკიდებულიც, იმიტომ რომ ღვიძლი არის ძირითადი მიმღები ალკოჰოლის, რომელიც მე ამუშავებს ამას ყველაფერს და თუ ღვიძლმა ვერ მოახერხა ამ ალკოჰოლის გადამუშავება, ამიტომაც არის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუ ძალიან ბევრი დავლიეთ, ღვიძლი ვერ მოერევა და ეს აცეტალდეჰიდი, რომელიც ჩვენს სისხლში ტრიალებს, რა თქმა უნდა, მეორე დღეს უკვე სიმპტომებს მოგვცემს და ამას ამ სიმპტომებს ნაბახუსებს ეძახს. ამიტომ მივირთვათ ზომიერად. ზომიერად არის იდეალური. კარგით, ახლა ამ ზომიერად შემოგთავაზებთ გავრცელებულ სასმელს, რომელსაც იხდახება სასარგებლოა და ეს არის ღვინო. ამასაც ვეთანხმები, იმიტომ რომ რო კითხო ყველა რაღაც გარკვეულ ასაკში მყოფ ადამიანს ისინი ამბობენ და თანაც ხანდაზმულობის საიდუმლოს რო ეგზებ, გამოარკვევ რომ ისინი სადილზე პატარა ჭიქით ღვინოს სვამენ ხოლმე. ხო, ეს მე მგონი იმ წითელ ღვინოს უფრო ხო, აი ექიმები ხართ და ხოლესტერინის ესე გამიგია მე, რომ ხოლესტერინის დონეს იმაშობა არ ვეითებს. რაც ამ თავისუფალ რადიკალებს დემებს ნამდვილად მოვს, მაგრამ ნუ აქაც ვთქვით, ანუ ერთი ჭიქა, ანუ რაოდენობაზე არის დამოკიდებული. მთელი ღვინო მაგალითად იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აქვს ჰიპერტენზია ან ჭარბიწონა, მათთვის კიდევ უფრო ცუდი ეფექტის მომხდენი არის. რა, იმიტომ ვიცით, რომ წითელი ღვინო ან ჩვენ წნევას გვიმატებს და ამიტომ ზომიერებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
აი ზომიერება რა. მაგრამ აი ყოველდღე თითო ისე რო ამბობენ არა? ორი ბოკალი. 100 ქალებისთვის ნათია. არა, 100 ძალიან ცოტაა. რა ლაპარაკობ? 100. რამდენია ნორმალური ნათია? 200? ნუ ესე რა ვიცი ხო 2-3 ბოკალი, რა 2-3 ბოკალი კი არის ბოთლი. რა? ესეთა ნახევარი ბოთლი. კარგით, რა ხან ჩვენ მავნებლობაზე გვაქვს აქცენტი, ნუ ასია თუ ისია, ღვინო, კედა ყველა სასმელი არის ძალიან კარგი. ჩვენ სულ ვაქებთ და ვადით. განწყობას გვიმაღლებს, მაგრამ მეორე მხარე ნუ ექიმები ვართ, ნამდვილი ექიმების გადაცემა ვარ და ამიტომ ყოველთვის უნდა გავამახვილოთ ყველაფერზე ყურადღება. ლუდი შემოვიყვანოთ უკვე ჩვენს არჩევანში სასმელების და ამბობენ რომ ლუდიო უფრო ნაკლებად საზიანოა, ვიდრე სხვა უფრო მძიმე ალკოჰოლური სასმელიო. ესე არ არის? ყველაფერს მეთანხმები. იმიტომ რომ ალკოჰოლი აქვს დაბალი ძალიან პროცენტულად. სხვათა შორის მე დიდად ლუდი არ მიყვარს და დიდი ექსპერტი. რაღაც ალაოდ, რაღაცა ვისა თავთან. ვია ალაო. ვია ალაო, მგონი რომ ძალიან კაია რა. ორბანი ზოგადად თუ გავფილტრებ. კარგია? რაოდენობას გააჩნია. ხო ჩვენს ამბობენ რომ აი თმებისთვის არის კარგი. ოღონდ დალევით არა გარედან წასვლით ხო? თუ დალევით პირიქით. არა, ნათია, ეს უნდა ნიღაბივი შევიზილოთ, ხო, არ ვიცი. წარმოდგენა ესეთი არის ხა ადამიანების უმეტესობა თulis შეიძლება რომ ლუდი არ არის ისეთ საზიანო, რადგანაც დიდი რაოდენობა გჭირდება იმისთვის რომ მიხვიდე რაღაც თრობამდე, ხო? და შესაბამისად სპირტის რაოდენობა მასში ცოტაა, უფრო მეტი წყალია, ამიტომ დეჰიდრატაცია თითქოს მაგ მომენტში არ დგება, მაგრამ ერთი რაღაცა საყურადღებოა ყოველთვის, როდესაც ლუდს რო სვამენ ხოლმე, ძალიან ხშირად მინახავს რომ მას აუცილებლად ურევენ ხოლმე ძლიერ ალკოჰოლს სასმელს, იმიტომ რომ თრობა გამოიწვია. ეს ისევე მავნებელია ლუდი დათრობა და მასთან კიდე შეერევა რაღაც სპირტიანი სასმელის, იმიტომ რომ მეორე დღეს ლუდმაც ნაბახუსები უფრო ძლიერი იცის ხოლმე, იმიტომ რომ უამრავი სითხე გაქვს მიღებული და მთელი ორგანიზმი გადაჯირჯული არის. გაშუპებს, იმიტომ რომ კალორიული არ არის ლუდი და რო იძახიან რომ ლუდისგან წონას არა, კალორიული არის. არა, ლიქიორზე ბევრად დაბალი კალორია. ლიქიორზე კი. ლიქიორზე შეიძლება. რა ვიცი. აი იმდენ პურინს და პირიქით. ღვინოზე დაბალი კალორიაჟიც აქვს. კალას თუ ესე დავხაზავთ, რომ აი რაღაც თრობის მიღწევა გვინდა და აი ამ წერტილზე უნდა მივიდეთ, ლუდმა რო ეს გამოიწვიოს, თქვა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კალორია ლუდს ექნება. და შეგვაშუპებს. ღვინით უფრო ნაკლები და ასე შემდეგ. მაშინ რაოდენობრივად მეხუთე ბოლო მოსაზრებას გავაჟღერებ. ამასაც ვეთანხმები მე, იცით ეს? მე ვეთანხმები, რომ არაყი კლავს ვირუსებს და ბაქტერიებს. ეგ მე არ ვიცი. აი თქვენგან მოვისმენ ამას. არა, გავცივდი და არა, გამოიწვას ბაქტერიები, ლევან, ხო? არა, არაყი არის 42 გრადუსი, ხო? საშუალოდ 43. კი. დავუშვით კანზე თუ წავისვით რაღაც რაოდენობას მოკლავს რა. ხო, ექიმი ხო ის ხელნებ თუ როგორ თქვია მაგას 70-იან წლებში. ჩვენ ხვირს 92-იანი 33-იანი სპირტი, ნუ კი შეიძლება დეზინფექტანტად ჩავთვალოთ, მაგრამ შენ თუ ვირუსული ინფექცია გაქვს ან რაღაც შენ რო დალევრო და სიცხე გაქვს და არა უბრალოდ შეწარმოდგენია იგივე ეფექტი რომ მიიღო, სიცხეში უნდა მიაღწიო 53% სპირტის კონცენტრაციას, ანუ უბრალოდ ცოცხალი ვერ გადარჩენია. რა მოხდა? გამორიცხულია. მაგრამ ნახე, აი აქვე მოვგუდა. გას მოგუდავ. პირში გამოივლებ. არა. ვერ მოგუდავ. არა. მოგუდავ, ანუ პირიქით, ანუ ეთანოლი იწვევს პლუს აი იმ უჯრედების გამომუშავების დათბობას, რომელიც ჩვენ იმუნიტეტს განსაზღვრავს. მოგეთ გავრცელებული ხალხური მეთოდი დამიწუნეთ საბოლოოდ. არ ყოფილა ეგრე. და ის პილპილი იცი რა კაი და გაფეთქება. აი, მე იწყება ჰოპა. არა, მე მგონი უბრალოდ გიხარია რომ გადარჩი იმას რომ დალევ. მაგათ რა კაი ხასიათზე ვიყავი. რაღაცა განწყობაც მოიტანა ამ სასმელზე საუბარმაც კი, იმიტომ რომ თქვენ თვალ წინ ვიყავი და წვეთი არ დაგვინები ალკოჰოლური სასმელისა. პრინციპში მეგობრებიც და ნაცნობების რომ შეიკრიბებიან, ზუსტად ეს იძლევა რაღაც აჟრიამურებას, ამხიარულებას, მაგრამ პასუხი იმაზე თუ რომელი სასმელი გახლავთ ნაკლებად მავნებელი და რომელი არის უკეთესი ჯანმრთელობისთვის, პასუხი გვაქვს. არც ერთი, რა თქმა უნდა. ავწუხაროთ. და თუ კი ფიქრობთ რომ დავუშვათ ცოტა რაოდენობა ყოველდღურად მისაღებად რაღაცნაირად არის ჯანმრთელობისთვის კარგი, არც ეს არ არის თურმე ნამდვილი, ისიც აყენებს გარკვეულ ზიანს ჩვენს ორგანიზმს. ამიტომ ჩამოვისხი წყალი. ეს არის ყველაზე სასარგებლო სითხე. ნათია, ძალიან დიდი მადლობა. შესანიშნავი ცოდნა გაგვიზიარე.
და მართლაც ძალიან ბევრ რაღაცაში უფრო გავცნობიერდით ჩვენ მაყურებლები და მსმენელები, რადგანაც კი იცი რა შეიძლება ხასიათზე მოყავდე და განწყობაზე, მაგრამ არის ბევრი რაღაცები, რაც არ ვიცით და არ ვიცოდით. მე მაინც ხუთივესვე. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ.